ახლა გასულ წელში და იმასთან ჩვენი სახსრების მინდა ამეზრელმა ხრეში იგინი მოვიტანეთ და დავყარეთ აქ მანქანა რომ ავიდაში ჩამოვიდა მაშინ საკუთარი კოსტი ვარამისი უკვე პრობლემა იყო ასლა უკან ნუ ნელა ხრეშავდა ჩვენი ძალებით თან ახლა ახალ მოშენე ცოტა გზის დაგებას რთულია ახლა იმიტომ რომ ეს სახლები ხომ ჩვენი ივითაა შედებული ყველაფერი ეს თავის სახლი არა ერთი და ვეღარ მოვიელი თუ გზაც გავაკეთოთ ახლა შემოწმდა ამ პერიოდში აქ ისეთი შემოსავალი არაა რომ ყველას ხდეთ უბრალოდ რომ ისე რა არის შემოსავალი ძირითადი ნუ თხილი გახმართ ჩვენთან თხილი ახლა იქ რომ შევდეთ რამდენი პროცენტი რა ჭრილი ალესინე და ეს ხმელი თხილები აქვს აგერ აქ ქონდა მანდარინებთან კიდევ ერთი რიადი და იქით უკან ძალიან ეთიკეტარი მაგ ალბათ 30% დაიჩენე. ძირითადი ახლა საქონელი ყავს. რა ვიცი, ბოსტნეული რაღაცა მოყავს, უფრო მეტად თურქეთი. ჩვენი ეს სახლები ეს ყველაფერი ადგილობრივი ფულით არა ეს თურქეთის არის. ხო, იქ მოშა. გამორიცხულია რომ ეს სახლი აშენვა, რამე გააკეთა. რატომ? ფასი არ აქვს. შრომას. აქ გაზაფხულზე სოფელში ხალხი რატომ აჩერდება, ვინ აჩერდება? გაზაფხულზე იყო სამეჯოს საქონლის ისი. აცდები იგენა ჩატარდესო იმას კი არა ზღუდებდე რომ 5 წუთზე მეტი თუ ყავს ინდივიდუალურია ეს მარტო უზურგეთში იყო არის ასეთი აი საყველს ვერ ჩაიტანდი საბუთი თუ არ ქონდა ბაზარზე აქ რაღაცა 1-2 თუ იყო ასე აწვალეს ხალხი გააკეთეს ის 5 წუთზე მეტი ხავდა თუ იქნებოდი მეტამინე გამხდარიყავდა რაღაცა პროცედურები იყო და მერე თანდათან ეს შეეშინე რამას ხოლოდ უზურგეთში იყო სადაც ჩაულებრად ვიზა ყველაფერი და ძროხად ფაზა ყოლება თხილი გახმება ჩვენ ხარეზე მანდანი არა რამეს მეიყვანა ყოლე წყალი და ზე დოვანდი ფიში თითქმის 100 კი და მაშინ რა გარჩება თურქეთი ხოდა ძირითადად არის თურქეთი მესაც სათაშორის იმედად არის შემოსავალი და რითაც ახერხებთ პრინციპში წლის მანძილზე ო ასე შეიძლება რაღაცას თურქეთის იმედი თორე მათ ადგილობრივი გამოიწვია და ბევრი დადის ადრე უფრო მეტი ცოტა ახლა იყო, მაგრამ აი ეს